ეს თბილისის საუკეთესო ხედი მე რაც მინახავს. ასე მოედინება წყალი. მე აქედან. ეს ნახე. როგორ ხდება? ეს ხეს წყალი. წყალი გაქრა და იქ გამოვიდა. ასე ვთქვით, ლამაზი ტყეა. მომწონს. ტყეში შესვენება არის აუცილებელი. მარტო ენერგიის დაზოგვისთვის არა. ქალაქიდან შორს ვართ, მოსახლეობიდანაც შორს ვართ. შესაბამისად, გარეული ცხოველები ბევრი იქნებიან. რამე ხიფაც რომ არ გადავიყაროთ, უნდა შევისვენოთ და ყური დაუგდოთ ბუნებას. როცა ყური შეეჩვევა ტყის ხმებს, ეგ ცხოველის ნაბიჯის ხმაც შეიძლება გავიგონოთ. ისე სიარვის დროს რთულია ცხოველის ნაბიჯის ხმის გაგონება. იმიტომ ჩვენი ფეხები საკმაოდ ხმაურიანია. მე დავგდეთ ყური რამდენად ხმაურია. ასეთ ტყეში ჩვენი სუნთქვაც კი ხეთს ვიშლის სხვა ხმების გაგონებაში. აუცილებელია ხოლმე შესვენება. Holy. კიდევ არის თოვლი შემორჩენილი. ეს არის თბილისის საუკეთესო ხედი მე რაც მინახავს. ლამაზი მთები, დედაქალაქი. შვენიერი ადგილია. დღეს გადავწყვიტე თბილისის ასეთ ლამაზ ხედზე მივირთვა საჭმელი. შვენიერია. დღეს ხოლოდ ჩემს პირთქურას ვიყენებ. ცეცხლის დამცება შეიძლებოდა აქ, მაგრამ წყლის ასადურებლად და კონსერვის გასაცხადებლად არ არის საჭირო ცეცხლი.
ნატალია თოული გარშემო მაინც არის შემორჩენილი. ეს ისე დიდად არ არის. Osthoshi. Onçu çavci da ცოტა უფრო თბილად ვარ. რომ ცეცხლის დასანთებად ხეების ძებნა არაა საჭირო. თუ სპირტკურის გამოყენებას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ სპირტკურის წყლისადუღება ცოტა მეტი დრო ჭირდება. მით უმეტეს თუ ჭურჭელს რომელშიც წყალი ასხია, ან ჩემს შემთხვევაში როგორცაა, არ აქვს თავსახური. თავსახურად უფრო დიდხანს უნდა წყალი ადუღებას. ამიტომ შეგიძლიათ ასეთი მარტივი რამ გააკეთოთ დროის დაზოგვის მიზნით. კონსერვი დაადებით ზემოდან, რომელსაც უბრალოდ გათბობა ჭირდება, კონსერვის გათბება, ნაწილობრივ თავსახურადაც გამოდგება. ისე სპირტკურასთან თხილად იყავით. თუ სპირტის დამატება მოგიწევთ, როდესაც ცეცხლი უკიდია სპირტს, მაშინ არ დაამატოთ. იმიტომ შეიძლება ხელი დაიწვათ. ჭურჭელზე გადმოვიდეს ალი, რომლიდანაც ამატებთ სპირტს. თხილად იყავით ისეთი ზედადებით სპირტკურა, რომ არ წაგექცეთ და ცეცხლმოგიდებული სპირტი არ დაგესხათ. ეს ხეულზე თუ მოხდათ, შეიძლება დამწვრობა მიიღოთ. და სპირტკურასთან თხილად იყავით. სანთლის ქურა არ გამოვიყენე დღეს, რადგან სანთლის ქურა ძალიან აშავებს ჭურჭელს. ხოლო წყლის ადუღება და საჭმლის გათბობა, როდესაცაა გაცხელება საჭირო, სანთლის ქურა არ მინდა. სანთლის ქურას მაშინ გამოვიყენებ ხოლმე, როდესაც კერძის მომზადებას გადავწყვეტე. მოსამზადებლად გამოდგება ცოტა მეტი ალი აქვს და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. დამიწერთ აბა კომენტარებში. სად არის კიდევ ამაზე ლამაზი ადგილი. სადაც დედაქალაქი უკეთ ჩანს და უფრო ლამაზი მთები ჩანს. მაინტერესებს კიდევ სად არის. შემდგომში იქ წავალ და იქ მივირთმევ საჭმელს. წყალი წადუღდა. სპირტის დარების კიდევ ერთი დადებითი მხარე. შეგიძლიათ ხელი სპირტში გადაიბანოთ მარტივად და დეზინფექცია ჩაიტარებთ ასე. როდესაც ბუნებაში ხელები დასრული გაქვთ და საპონი არა გაქვთ, არც წყალი გაქვთ იმდენი, რომ კარგად დაიბანოთ, სპირტი დეზინფექციას ჩაიტარებთ. ოღონდ ეს ხელები ცეცხლთან არ მიიტანოთ ცოტა ხანს. საჭმელი გაცხელდა. ნაგავს, როგორ ვექცევით. ვიღებთ პაკს. რით. და ვინახოთ ჩვენ ჩანთაში. არ ვტოვებთ ბუნებაში. ახლა ცხელი ჩაის დროა. შეეხება საჭმელებს. ნებირად მინჩონია ყოველთვის ნოყიერი საჭმელი წამოვიღო. ან ტკბილეული. მიწის თხილით შეიძლება. საკმაოდ სუპია. ხილი არ დამაქვს ხოლმე. ვაშლი და ეგეთ. ძალიან მიყვარს, მაგრამ
როდესაც ფეხით მიდიხარ, ზედმეტი წონაა. საერთოდ არ აქვს იმხელა ენერგეტიკული ღირებულება, რომ მისტარება ღირდეს. თუ მანქანით მიდივარ და ფეხით არ მიწევს ბევრი სიარული, მაშინ ხილიც მაქვს. და რამე ისეთის გაკეთება, საჭმის მომზადება, ცოტა რთული კერძის ერთხიან გასვლებზე არ მიყვარს ხოლმე. ისაც ყოველთვის ცოტა ისეთ მარშრუტს ვიცავ, სადაც ფეხით სიარული ბევრი მიწევს. შეშა უნდა მოძებნო, მოიტანო, შემდეგ უკან უნდა დაბრუნდე. ფაქტიურად ვერ დაისვენებ და ვერ სიამოვნებ ბუნებით. რთული კერძების მომზადება, მაშინ როცა ღამის თევით, ღამე დარჩენით მივდივარ სადმე. საათზე მეტია აქ ვარ. წავედით ახლა. გავისეირნოთ ისევ ბუნებაში. ეს ნახეთ. რამხელა თოვლია შემოჩენილი.